მთელი ჩემი რესურსები, რაც ამოიწურა, მაგის მერე ხალხი მეხმარება და სოფლიო დონის საავადმყოფოში ვკურნალობ და ვერ ვგრძვი ამ დაავადებას, მაგრამ საქართველოში გვყავს ონკოპაციენტები, რომლებსაც საქართველოს კლინიკაში რომ მივიდნენ და ელემენტარულად იქამდე რომ მივიდნენ, იმის საშუალება არ აქვს და იქ რა ხარჯებიც უნდა, ის ხო ცალკე თემა არის და ის რომ მე თანხა მიგროვდება და ესეთ კლინიკაში ვარ და ვკურნალობ, მე ჩემ თავს ვერ მიცემთ იმის უფლებას, რომ 8 სექტემბერს ეს სახლში დამჯდარიყავი, ის დღე გამეტარებინა 7-დან წყნარად და მე თქვა, რომ აი ხო მე ვკურნალობ და ეს მე არ მეხება. მე შეიძლება კი არა დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოში ისეთი მედგაცრუებული ვარ, სულ რო სიკვდილის პირას ვიყო აქ ექიმებთან მე არ მივალ, იმის გამო რომ ჩემი შემთხვევაში შეცდომა დაუშვა იმ ექიმმა, რომელსაც ვენდობოდი და იმედგაცრუებული ვარ. მაგრამ არიან ადამიანები, რომლებსაც სჭირდებათ საქართველოს დახმარება ამ ეტაპზე და ჩემ შემთხვევაშიც საქართველოს რომ აფინანსებდეს ამ მდგომარეობას, მე არ მომიწევდა არც პოსტების დადება, არც გადაღებებზე სიარული, არც ვიღაცას დახმარების თხოვნა და არც ვალები მექნებოდა და არც მანქანის ყიდვა მომიწევდა და არაფერი მსგავსი არ მოხდებოდა ჩემს თავს. იგივე პირობები რომ იყოს ჩვენს ქვეყანაში, როგორც არის ევროპაში და თუნდაც დაზღვევაც რომ გქონდეს, დაზღვევაც კი არ მუშაობს.